ქუთაისის ზესტაფონის შემოვლითი ავტობანი პროტესტის ნიშნად გარკვეული დროის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ბიზნესმენი ბადრი კილაძე ამ ფორმით ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ავტობანის მშენებლობის გამო გეგუთში მისი კუთვნილი რესტორნის დემონტაჟი მოხდა, ზარალი კი ამ დრომდე არ აუნაზღაურებიათ. დაზარალებული ბიზნესმენის თქმით, შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილმა არ იცის პრობლემის შესახებ. მისი თქმით, გზის გადაკეტვამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. გზის გადაკეტვას არანაირი ექსცესები არ მოყოლია. პროტესტი ჩვენ ამ ფორმით გამოვხადეთ და ახლა ვაპირებთ პრემიერსაც შევხვდეთ, განაცხადა ბადრი კილაძემ. ავტობანი იმიტომ გადავკეტეთ, რომ 4 წელია მიმდინარეობს დავა ჩვენ რესტორანზე. რესტორანი უკან დაგვინგრიეს, არაკანონიარად დაგვინგრიეს და გააგრძელეს შემაერთებელი გზა, ავტობანთან და ქუთაისთან შემაერთებელი გზა. დავა დღემდე მიმდინარეობს, ჩვენ არა გვაქვს აღებული ის თანხა, რაც გვეკუთვნის. მე ახან მაქვს ჩაყრილი $120,000, ჩემი დოლი ეგი. დახმარების ამბავს თუ რაღაცა ახან ავაშენეთ საქორწილო დარბაზი, იგი ჰეიცით რა იყო ახან და ეს ფული დაიკარგა. მე არ ვიცი, ვინ მომცემს, სიდან გაჩნდება, არ ვიცი და რას ხდება ჩემს ცხოვრებაში 34 წელი რუსეთში ცხოვრობდი, ჩამევედი, აქეთ გავაგრძელე ცხოვრება და აქედან დავიწყეთ, რომ რაღაც შემოსავალი ქონებოდა ოჯახში ყველას ჩვენ საერთოდ.